2019 წლის 18 ივნისი, სადღაც წყნარ ოკეანეში. არ დანებდე. ნარკოტიკების ომმა ზღვის ახალი მონსტრები წარმოშვა. უხილავი დაუმარცხებელი სამიზნე, რომლის შემჩნევაც შეუძლებელია. დღეს ღია ზღვაში საკმაოდ ძნელად დასაჭერი ურჩხულის მუცელში სანაპიროს დაცვა 7 ტონა კოკაინს აღმოაჩენს, რომლის ფასიც 230 მილიონი დოლარია. ნარკობარონების დაცემის შემდეგ კრიმინალურმა ორგანიზაციებმა ხელახლა დაიწყეს აღორძინება. ისინი არასდროს კრებიან. ქსელურ სახეს უბრუნდებიან და არა სტრუქტურულს. უფრო დიდი ქსელის კვანძებად იქცევიან. ამ ქსელის მთავარი კვანძების გახსნა შესაძლებელია. მაგრამ ეს მთლიანი ქსელის მუშაობას ხელს ვერ უშლის. 90-იან წლებში კრიმინალური ორგანიზაციებისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. როცა ყველაფერი აჩქარებული იყო, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ფულის დინება, გლობალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის პირობებში მათ საზღვრების მოშლის იმედი ჰქონდათ. ჯერა, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოში ისეთ ეკონომიკურ წესრიგს დაამყარებს, რომელიც დასაბამს დაუდებს განვითარებას, თანასწორობას, გარემოს უკეთესად დაცვას და მსოფლიოში მშვიდობის გამტკიცებას. 1994 წელს შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და მექსიკამ თავისუფალი ვაჭრობის ყველაზე დიდი ზონა ჩამოაყალიბეს მსოფლიოში. სავაჭრო შეზღუდვები აღარ არსებობდა. სასაზღვრო კონტროლიც გამარტივდა. მექსიკურმა ქარხნებმა წარმოება დააჩქარეს და შეერთებული შტატების საზღვართან სატვირთოების რიგი დაგრძელდა. მანქანების ნაკადში ნარკოტიკის დამალვა 3000 კილომეტრიან საზღვარზე გადანაწილებული მექსიკური კარტელების საყვარელ საქმიანობად იქცა. ჰეროინი, მარიხუანა და კოკაინი ფაქტობრივად შეუფერხებლად მიედინებოდა. ამ ყველაფრიდან მექსიკის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ინსტიტუციურ რევოლუციური პარტიაც იღებდა სარგებელს. ოღონდ ნარკომოვაჭრეებს საქონელი უცხოეთში წაეღოთ. ქვეყანას არ დამუქრებოდნენ და ყველაფერი კარგად იყო. თავარი იყო ინსტიტუციურ რევოლუციურ პარტიას არ დაპირისპირებოდნენ. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება ნარკოვაჭრობაში დიდად არ ერეოდა. კოლუმბიაში ხელისუფლებამ როგორც იქნა ნარკომოვაჭრეების დევნა დაიწყო კოკაინით ვაჭრობის ჯაჭვის სათავეში. ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს გავლენით, პაბლო ესკობარის შემდეგ გამოჩენილი კრიმინალები იდევნებოდნენ, მათი კომპანიები იხურებოდა. მექსიკელი გადამზიდების იმედად დარჩენილმა გადარჩენილებმა დანაკარგი სასანაზღაურებლად მათ მუშაობის დაჩქარება მოსთხოვეს. ისინი ნაწილ-ნაწილ კი არა უდიდეს პარტიებს გზავნიდნენ. ერთდროულად 1000 კილო კოკაინით დატვირთული 7-დან 14-მდე თვითმფრინავი ადიოდა ჰაერში და მექსიკაში. ჩიუაუაში ეშვებოდა. ნარკოტიკი იქ ინახებოდა და საზღვრის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდიოდა. მექსიკური კარტელების გათვლები უნაკლო იყო. ისინი კოლუმბიელებზე ძლიერები იყვნენ და საქმიანობის გადანაწილება შეეძლოთ. მათ ვაჭრობის ყველაზე სახიფათო და მომგებიანი ნაწილი შეერთებულ შტატებში კოკაინის დისტრიბუცია ჩაიბარეს. მექსიკელებს დაუდგათ მძიმე პერიოდი, რომელიც ჩვენს გამოვცადეთ. სისტემაში კორუფციის დონე სულ უფრო იმატებდა. ამას ძალადობის ზრდაც მოჰყვა. რატომ? იმიტომ, რომ საქმეში დისტრიბუციიდან შემოსული ფული ჩაერთო. ეს ძალიან დიდი თანხა იყო. ამ საქმეში ფული კი ძალადობისა და სიკვდილის სინონიმია. მექსიკა ძალადობის დაუსრულებელ სპირალში ჩაეფლო. ამასობაში კოლუმბიელმა ნარკომოვაჭრეებმა წარმოების გაზრდა განიზრახეს და მიწები კოკაინის ბუჩქებით დაიფარა.
90-იანი წლების ბოლოს ნარკოტიკის წარმოება ისეთ ადგილებში დაიწყეს, სადაც კანონი არ მოქმედებდა და ვერ შეაჩერებდნენ. კოლუმბია კოკაინის წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. ნარკოტრაფიკინგის ისტორიაში გამოჩნდა ახალი უცვლელი მოთამაშე, ავღანეთი, ოპიუმის მთავარი მწარმოებელი. დღეს ჰეროინის 80% ავღანეთიდან მოდის. ქვეყნის შემოსავლის 1/13-ს უკანონო ნარკოტიკი შეადგენს. ქაბულის მტვრიანი ქუჩებიდან დაწყებული ქვეყნის უმაღლესი ეშელონებით დამთავრებული, მთელი ავღანეთი ჰეროინზე დამოკიდებული გახდა. ეს დამოკიდებულება 80-იან წლებში ცივი ომის დროს დაიწყო. საბჭოთა კავშირმა ქვეყნის დიდი ქალაქები დაიპყრო. სოფლებში კი რუსები ავღანური წინააღმდეგობის ჩაქრობას ცდილობდნენ. 1980-იან წლებში მათ მიწების გადაწვის სტრატეგიას მიმართეს. გადაწყვიტეს სოფლები ისე გაენადგურებინათ, რომ იქ ხალხს ვერ ეცხოვრა. მათ ბაღები ცეცხლისელში გახვიეს, წყლის სისტემები გაანადგურეს, წყაროები მოწამლეს, მაგრამ ყველა არ გადასახურდა. დარჩენილებმა ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა დაიწყეს. საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგეები 10 წლის განმავლობაში ოპიუმის ყაყაჩოდან მიღებული შემოსავლით ფინანსდებოდნენ. ერთ დროს მარგინალური მოსავალი ახლა გლეხებისა და მეომრების შემოსავლის მთავარი წყარო გახდა. როდესაც რუსებმა ავღანეთი დატოვეს, ადგილობრივმა ლიდერებმა ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს. ამ ომს რამდენიმე ათასი ავღანელი შეეწირა. განადგურებულ მიწაზე მცხოვრები მრავალწლიანი კონფლიქტებით დაუძლურებული ხალხის მთელი ბრაზი ერთმა მოძრაობამ გამოხატა. ეს ისლამურ სკოლაში შექმნილი თალიბანი იყო. მათ პოლიტიკური მიზნები ჰქონდათ. ნარკოტიკი არ მოსწონდათ. თავიდან მართლა კორუმპირებულ მეთაურებს ებრძოდნენ და ქვეყანაში წესრიგის დამყარებას ცდილობდნენ. ამ წესრიგის ნაწილი კი ოპიუმის განადგურება იყო. ის საკრძალულია, ბინძურია. სადაც მიდიოდა თალიბანი, ყველგან ავრცელებდა თავის კანონებს. ხურავდა კინოთეატრებს, გრძალავდა მუსიკას, ქალებს სახეებს უფარავდა. ყველგან რელიგიური კანონი ზეიმობდა. მაგრამ ოპიუმი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო იყო. მისი აკრძალვით თალიბანს სოფლების მხარდაჭერის დაკარგვა ემუქრებოდა. პოლიტიკური დედაქალაქის აშენებისას თალიბანი აცხადებდა, რომ ოპიუმი ბოროტება იყო. მისი გამოყენება იკრძალებოდა. მაგრამ თუ ოპიუმს უცხოელებისთვის, ურჯულუებისთვის აწარმოებდი, თუ ის რუსეთში ან ამერიკაში წავიდოდა, ამაში პრობლემას ვერ ხედავდნენ. ოპიუმმა თალიბანის ქაბულში შესვლა დააფინანსა. ავღანეთის დედაქალაქი 1996 წელს დაემხო. ავღანეთი მაშინვე მოიკვეთა საერთაშორისო საზოგადოებამ და ქვეყანა მთელ მსოფლიოს მოწყდა. ავღანეთი განადგურებული მიწა იყო, რომელიც უცხოეთის დახმარებას არ იღებდა. ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაში ოპიუმმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ეს ყოველწლიური მოსავალია. თესლს მიწაში ჩადებ და პროდუქტს რამდენიმე თვეში იღებ. ის უკანონოა, მაგრამ მაგიურად. ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე არღვევს ყველანაირ საზღვარს. ფუნდამენტალისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბების ოცნების სასასრულებლად თალიბანმა თავის მიწებზე ლაბორატორიები შექმნა და ავღანეთი ჰეროინის წარმოებაში მსოფლიოს წამყვან ქვეყანად აქცია. ნარკოტიკისგან მიღებულმა ფულმა თალიბანი გაათამამა და აფიქრებინა, რომ საერთაშორისო კანონების დარღვევა შეეძლო. 1998 წელს მან ალ-ქაიდას წევრებს უსაფრთხო თავშესაფარი შეუქმნა, მაგრამ ჰეროინი მთელი ქვეყნის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. ავღანეთში სიღარიბეს უფევდა. თალიბანის ხელისუფლებას სხვა ქვეყნების დახმარება დასჭირდა. უცხოელების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად 2000 წელს თალიბანმა
ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა უკანონოდ გამოაცხადა. აკრძალული ნაყოფის მისაღებად გლეხებს საკუთარი სიცოცხლით უნდა გაერისკათ. ერთი წლის შემდეგ ავღანეთში ყაყაჩოს თითქმის ყველა ველი განადგურდა. საერთაშორისო საზოგადოებამ თალიბანს მადლობა გადაუხადა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ხელმძღვანელობით თალიბანს დახმარების სახით 41 მილიონი დოლარი გადასცა. მაგრამ არსებობდა სხვა პრობლემებიც, როგორებიცაა ადამიანის უფლებები. ქალების საკითხი. ამიტომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რეჟიმის აღიარებაზე უარი თქვა. თალიბანმა დღევანდელი გადასახედიდან ეკონომიკური სუიციდის აქტს მიმართა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი შეიჭრა. გასაკვირი არ არის, რომ ამერიკული ბომბების ჩამოვარდნისთანავე ქვეყანა, რომელიც ისედაც ლტებოდა შიგნიდან, საბოლოოდ დაემხო. ის ისედაც არ იყო ძლიერი, მაგრამ რაც ძალა ჰქონდა შერჩენილი, ისიც დაკარგა. რამდენიმე კვირაში გასაკრობად განწირულ თალიბანს იზოლირებულ ზონებში მოუწია გადასვლა. მაგრამ მან ნელ-ნელა დაიწყო მიწების დაბრუნება და ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა, რამაც ამ მოძრაობის ხელმეორედ დაბადებას შეუწყო ხელი. ოცდაათიანი წლების შუა ხანებში კოლუმბიაში მკაცრ ზედამხედველობაში მყოფი დიდი ქალაქებიდან მოშორებულ მიწებს კოკაინის ველები ფარავდა. ნარკომოვაჭრეები თავშესაფარს ჯუნგლებში და მთებში სახელმწიფო სამსახურებისგან მოშორებულ ადგილებში პოულობდნენ. კოლუმბია რთული გეოგრაფიის მქონე ქვეყანაა. იქ ჯერ კიდევ არსებობს კომუნიკაციის პრობლემები. ამიტომ მის გაკონტროლებას დიდი შრომა სჭირდება. ჩვენს მიწებზე დასახლება ახლახან დავასრულეთ. ამიტომ პოლიციისთვის ხელმიუწვდომელი ბევრი ადგილი არსებობს. ამ მიუწვდომელ ადგილებში დღევანდელ შორეულ დასავლეთში მიწა იმას ეკუთვნოდა, ვისაც მისი დაუფლების შესაძლებლობა ჰქონდა. მიწათმფლობელებმა კოლუმბიის მიწების მთელი სიმდიდრე დაისაკუთრეს. ძვირფასი ქვები, მინერალები, ნავთობი, იშვიათი სახეობის ხეები. დაპრობითი ოპერაციებისთვის მათ არმიები შექმნეს, რომლებიც ხალხს ძალისმიერი მეთოდებით ასახლებდა. კოლუმბიელები მათ ნახევრად სამხედროებს ეძახდნენ. სოფლები კოკაინის ველებს დაეფარა და ნარკომოვაჭრეებმა სამხედრო დაჯგუფებების ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. ნახევრად სამხედროები ნარკომოვაჭრეების მიწებს იცავდნენ და მას გლეხებისგან და სხვა მაცხოვრებლებისგან ასუფთავებდნენ. მერე ამ ნახევრად სამხედროებმა დიდი ფულის შოვნა დაიწყეს და ნარკობიზნესში შესვლა მოინდომეს. სამხედროების ლიდერებმა კოკაინის წარმოების და ლაბორატორიების კონტროლი მოიპოვეს და მექსიკურ კარტელებთან და დიდ საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციებთან დაიწყეს ურთიერთობა. ჯუნგლების შუაგულში კოკაინისთვის ბრძოლამ სხვა შეიარაღებული ჯგუფის ბედით შეცვალა. კოლუმბიის რევოლუციური მარქსისტული პარტიზანული დაჯგუფება მიწის სამართლებრივი განაწილებისთვის იბრძოდა. წირი შემოსავლის მქონე ჯგუფი დიდ მიწათმფლობელებს იტაცებდა და გამოსასყიდს ითხოვდა. მაგრამ 90-იან წლებში მანაც შეძლო დროის ცვლილებასთან ადაპტირება. არაფერია უფრო მეტად კონსერვატიული ვიდრე კომუნიზმი. კომუნისტები საკმაოდ კონსერვატიულები არიან, ამიტომაც თავიდან ნარკოტრაფიკინგის წინააღმდეგები იყვნენ. რადგან ის რევოლუციას შეუშლიდა ხელს, მაგრამ ხალხის მხრიდან დიდი წნეხი იყო. ადამიანებს ფული სჭირდებოდათ.
მათ გადაწყვიტეს, რომ შესაძლებელი იყო კოკაინიც მოგეყვანა და კარგი რევოლუციონერიც ყოფილიყავი. შემოსავლიანი კულტივაციიდან მიღებული ფულით მათ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახური ჩამოაყალიბეს სოციალური პლატფორმების ასაშენებლად. რევოლუციური ჯგუფი ნარკოტიკიდან მიღებული ფულით იარაღს, სამხედრო აღჭურვილობას და საკომუნიკაციო საშუალებებს ყიდულობდა, რაც ფრონტების სინქრონულ მოქმედებას და პროგრესის მიღწევას უწყობდა ხელს. ისინი ისევ აგრძელებდნენ ხალხის მოტაცებას. ამჯერად მთავრობის წევრები, გუბერნატორები, დეპუტატები, ყოფილი მინისტრები იყვნენ სამიზნეები. პარტიზანები ბოგოტას გარეთ დაბანაკდნენ. ისინი აქ, მედელინში და კალის შემოგარენშიც იყვნენ. 90-იანი წლების ბოლოს ხალხი კოლუმბიის ნარკოქვეყნად გადაქცევაზე ლაპარაკობდა, რომლის სათავეშიც პარტიზანები იქნებოდნენ. რევოლუციური ჯგუფი ძალებს იკრებდა. გასამხედროებულ ფორმირებებს კი კოკაინის წარმოებაზე კონტროლის შენარჩუნება უნდოდათ. 1997 წელს ყველა გასამხედროებული ჯგუფი ერთი მეთაურის ქვეშ გაერთიანდა. 20,000 კაციანი ულტრამემარჯვენე ჯგუფი, ეგრეთ წოდებული კოლუმბიის თავდაცვის ძალები, პარტიზანებს დაუპირისპირდა. ამ დროს კოლუმბიის ლეგიტიმურ სამხედრო ძალებს რევოლუციონერები ესხმოდნენ თავს. ჯარისკაცებს პირდაპირ ბაზებიდან იტაცებდნენ. სასოწარკვეთილების დროს სამხედრო ძალების ნაწილმა თქვა, რომ ნახევრად სამხედროებს უნდა შეკვდოდნენ, რადგან ეს პარტიზანების დამარცხების ერთადერთი გზა იყო. რა მოხდა? მაფიამ პარტიზანებთან ომის სახელით კოლუმბიაში სისხლისღვრა მოაწყო. სინამდვილეში საქმე მხოლოდ პარტიზანების დამარცხებას კი არა, მიწების მისაკუთრებას და ამ მიწების კოკაინის საექსპორტო დერეფნებად გამოყენებას ეხებოდა. გასამხედროებულმა ფორმირებებმა მოწინააღმდეგეები გაანადგურეს. სისტემატურმა მკვლელობებმა მილიონობით ხალხის გადასახლება გამოიწვია. ისინი თავიანთ კანონებს ავრცელებდნენ მათ მიერ დასაკუთრებულ ზონებში, ადგილებში, რომლებსაც სახელმწიფო ვერ სწუდებოდა. კოლუმბიაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს თუ ეძებთ, ამას სწორედ ნახევრად სამხედროებთან იპოვით. ისინი ადამიანის უფლებების მთავარი დამკვევები იყვნენ. საშინელ ხოცვა-ჟლეტას აწყობდნენ. როგორც ვნახეთ, კოლუმბიის პოლიტიკურ კლასს საერთო არაფერი აქვს სამართალთან. ის კორუმპირებულია. პოლიტიკოსებმა სამხედროების დახმარებით ხმებისა და პოლიტიკური წარმომადგენლების მხარდაჭერის მოპოვება გადაწყვიტეს. შეიარაღებული სამხედროების მეშვეობით ხმების მოპოვება საკმაოდ პრაქტიკულია. თუმცა დისკომფორტი გექნება, როცა გუბერნატორად გახდომის შემდეგ ადგილს გთხოვენ სოციალურ სამსახურებში, სადაც ყველაზე დიდი სახელმწიფო კონტრაქტები იდება. ან სენატორი გახდები და რომელიმე სამხედრო დაგირეკავს პოსტის 1 წლით დატოვების მოთხოვნით. შენი ადგილი მისმა კაცმა რომ დაიკავოს. 2000-იანი წლების დასაწყისში სამხედროები იმავე ადგილზე იყვნენ, სადაც 20 წლის წინ პაბლო ესკობარი. მართმა ერთ-ერთმა ლიდერმა, სალვატორე მანკუსომ, თავისი ხალხის როლი კონგრესის წინაშე დაიცვა. რამდენიმე წლის შემდეგ სალვატორე მანკუსომ, რომელსაც 3 გინული შეარქვეს, 300 ადამიანის მკვლელობა აღიარა. აქ, მართლმსაჯულების აკვანში და დემოკრატიის ტაძარში ვადასტურებ, რომ ჩვენი დაჯგუფების მიზანი არის და იქნება თავისუფალი, უსაფრთხო, ღირსეული კოლუმბიის დაცვა. სალვატორე მანკუსო მადლიერ მსმენელებს ელაპარაკებოდა. სამხედროები პარლამენტის მესამედს აკონტროლებდნენ. კოლუმბიამ ვერ მოახერხა ნარკომოვაჭრეების მოშორება. სამხედროებმა ის ნარკოქვეყანად აქციეს. კოლუმბიელი ნარკომოვაჭრეებისგან განსხვავებით, მექსიკურ კარტელებს არასდროს უცდიათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება.
მათ ერთი პარტიის, ინსტიტუციურ რევოლუციური პარტიის მიერ დაწესებული თამაშის წესები მიიღეს. 2000-იან წლებში ვისენტე ფოქსის პრეზიდენტად არჩევით მექსიკელებმა ინსტიტუციურ რევოლუციური პარტიის თავიდან მოშორება შეძლეს. ეს მექსიკისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი იყო. ხელისუფლების შეცვლამ ნარკომოვაჭრეებს კარტები აურია. ამან მე ვიტყოდი მაფიოზების მშვიდობა დაარღვია. მექსიკის ხელისუფლებას და ნარკოტიკით მოვაჭრე დიდ ორგანიზაციებს ეგონათ, რომ ხელშეუხებლები იყვნენ. ამან ინსტიტუციურ რევოლუციური პარტიის მმართველობისას ჩამოყალიბებული რწმენა გააქრო. ინსტიტუციურ რევოლუციური პარტია კარტელებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. მათი წასვლის შემდეგ მეტოქეების დასამარცხებლად ერთადერთი გზა ძალადობა იყო. მალე კარტელებს შორის ომი დაიწყო. იმ დროისთვის ადგილობრივ და რეგიონულ პოლიტიკოსებს ნარკობარონების შესაჩერებელი ფინანსები აღარ ჰქონდათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მექსიკაში ნარკოტიკების ომი დემოკრატიზაციის საფასური იყო. კარტელების ომში პირველ ხაზზე ნარკოტრაფიკინგის ისტორიული ბასტიონი სინალოა იდგა. მას მკაცრი რეჟიმის საპყრობილიდან გამოქცეული ელ ჩაპო მართავდა. ელ ჩაპო გუსმანი ისტორიაში ყველაზე წარმატებული ნარკომოვაჭრე იყო. ელ ჩაპომდე მისი მეტსახელი ელ რაპიდო იყო, რაც სწრაფს ნიშნავს, რადგან ის ძალიან სწრაფად ახერხებდა ნარკოტიკის შეერთებულ შტატებში გადატანას. ის მექსიკის ნარკოკულტურის სიმბოლური, თითქმის მითიური ფიგურა გახდა. ჩაპოს კარგად ჰქონდა შემუშავებული მოწინააღმდეგეების ძალადობის ხერხები. ჭკვიან და დაუნდობელო ჩაპოს თამაშში დარჩენა თუ უნდოდა, უფრო ძლიერად უნდა დაერტყა. ქვეყნის მეორე მხარეს, გალფის კარტელმა მექსიკის არმიის ჯარისკაცები მოიწვია და შეიარაღებული არმია ლოს ზეტასი შექმნა. სამხედრო დისციპლინა, დაგეგმილი ოპერაციები, ჭკვიანური მეთოდები, ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურებოდა: კონკურენტების მოცილებას და მათი ტერიტორიების დაუფლებას. ლოს ზეტასმა სხვა კარტელებიც გამოაფხიზლა. ტიხუანამ, სიუდად ხუარესმა და სინალოამაც დაიწყეს ელიტური დანაყოფების დახმარებით თავის დაცვა. დაიწყო საშინელებათა ფილმის სცენები. მიჩოაკანში ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები მეტოქეებს თავებს აჭრიდნენ და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით საცეკვაო სცენაზე აგდებდნენ. სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. 2006 წელს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა კარტელებს ომი გამოუცხადა და არმია საბრძოლველად გაუშვა. 45,000 ჯარისკაცი დაკარგული ტერიტორიებისთვის იბრძოდა და ყურადღებას ყველაზე სისხლის მსმელ ჯგუფზე, ლოს ზეტასზე ამახვილებდა. მეომართა შეტევების შემდეგ ლოს ზეტასი რამდენიმე ჯგუფად დაიშალა. მათ პატარ-პატარა ტერიტორიებზე კონტროლი გაამკაცრეს. ძალადობა ყველანაირ საზღვარს გასცდა. ლოს ზეტასი მკვლელობებსა და წამების კადრებს იწერდა. მსხვერპლის სხეულზე კი დიდ ასო ზეტ სტოვებდა. ლოს ზეტას სახელმწიფოსთან მუდმივი კონფლიქტისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდა. ამიტომ მან ძალადობა მოთხოვნის საგნად აქცია. ლოს ზეტასი კოკაინის გადატანის სტრატეგიას კი არა, საყოველთაო ტერორისთვის ძალადობის პროფესიონალურად გამოყენების შესაძლებლობას ყიდდა. ისინი არა მხოლოდ დარჩნენ ნარკოტრაფიკინგში. ხალხს ყველაფერში ეგრეთ წოდებული პისოს გადახდა უწევდა. მათ ტერიტორიაზე ნარკოტიკით თუ ვაჭრობდი, ხალხს თუ იტაცებდი, ამ ფულს ზალავდი, ყველაფერში ერეოდნენ და ლოს ზეტასთვის ფული უნდა გადაგეხადა.
არმიას ყველა ფრონტზე ბრძოლა არ შეეძლო, ამიტომ სინალუას კარტელს თავი დაანებეს. სისხლიანი ბრძოლების ბოლოს ელ ჩაპომ ტიხუანა და სიუდად ხუარესის თავისი დაქვემდებარების არეალში მოაქცია. ძალადობასთან ბრძოლაში არმიის გამოყენება კონტრპროდუქტიული იყო. ძალადობა არა მარტო გაგრძელდა ისეთივე საშინელი ფორმით, არამედ მუდმივი ზრდაც დაიწყო, სანამ დრამატულ საფეხურამდე არ ავიდა. 2000-იანი წლების დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა და კოლუმბიამ სახელმწიფო შეიარაღებული ძალების ჩარევა არჩიეს და ნარკოტრაფიკინგთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდი შეიმუშავეს. კერძოდ, გეგმა კოლუმბია 4 მილიარდი დოლარი 5 წელიწადში. კოლუმბიის არმიას ასობით ამერიკელი მრჩეველი ეხმარებოდა. ახალი შესაძლებლობებით გათამამებულმა კოლუმბიელებმა თავარი მიზნიდან გადაუხვიეს. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა საბრძოლო გეგმაში გადაიზარდა. ბოგოტა მთელი თავისი ძალები მთავარ მტერთან, თითქმის ნახევარ ქვეყანაზე გაბატონებულ კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლისკენ მიმართა. სიტუაცია პირველად შეიცვალა ხელისუფლების სასიკეთოდ. კოლუმბიის არმიამ დიდი ხნის განმავლობაში პირველად დაიწყო ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება. მარტივად რომ ვთქვათ, გეგმა კოლუმბია 20-25 წლის განმავლობაში ამერიკელების დახმარებით ჩატარებული ყველაზე ეფექტური გეგმა იყო. ამ გეგმამ ქვეყანას უსაფრთხოება აღუდგინა. ადამიანების მოტაცების ფაქტები 3000-დან 200-მდე ჩამოვიდა. ამ მხრივ ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო. მაგრამ ამ მდგომარეობაში ომის დაწყება საკმაოდ ძვირი დაჯდა. ეს უმართავი ომი იყო. ასეთ დაბომბვებზე გაგონილიც კი არ გვქონდა ბოგოტაში. კამერებისგან მოშორებით გამართულმა ბინძურმა ომმა რევოლუციურ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა. მისი ისტორიული ლიდერები განადგურდნენ. დროთა განმავლობაში დაიწყო პარტიზანებთან გარიგებები. შეიარაღებული თავდასხმა კოლუმბიისთვის პირველი ნაბიჯი იყო. შემდეგი ნაბიჯები ვაშინგტონის გავლენით გადაიდგა. გეგმა კოლუმბიის მიუხედავად შტატებში მაინც ტონობით კოკაინი შედიოდა. კოლუმბიის მთავრობას სამხედროების წინააღმდეგ მოქმედება აიძულეს. 2006 წელს ხელისუფლებამ მათ ფაქტობრივად ამნისტია გამოუცხადა და 100,000 მკვლელი დაუსჯელი დარჩა. მებრძოლებს იარაღის ჩაბარება მოუწიათ. შეთანხმების თანახმად დამნაშავეებს თავიანთ მსხვერპლზე პასუხისგება აღარ უწევდათ. არც სიმართლის თქმა მოეთხოვებოდათ. ამან ძალიან მატკინა გული. ამ ხოცვა-ჟლეტისთვის და ეს მეც შემეხო, რადგან ჩემი დამოკლეს. ამ ყველაფრისთვის ისინი სასჯელისგან გაათავისუფლეს. ყველაზე დიდი ბიძგი უზენაესი სასამართლოსგან მოდიოდა. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს სამხედროებისა და პოლიტიკური ლიდერების ურთიერთობები გამოეწიათ. დაიწყო დიდი წმენდითი სამუშაოები. სასამართლომ შეამოწმა, გამოააშკარავა და დასაჯა რამდენიმე პოლიტიკა. კოლუმბიელების ცხოვრება შეცვალა იმ ძალისხმევამ, რომელიც ქვეყანამ საზოგადოების გასაძლიერებლად, უსაფრთხოებისთვის და კანონის უზენაესობისთვის გამოიჩინა.
კოლუმბია სწორედ ამან შეცვალა. კოლუმბიაში სამართლიანობისთვის ბრძოლა ახლაც გრძელდება. დიდ ქალაქებში ძალადობა მცირდება და კოლუმბია ტურისტული ცენტრი ხდება. მაგრამ დამალულ, ძნელად მისადგომ ადგილებში ისეთივე მდგომარეობაა. აქ კოკას ბუჩქები მოყავს. და ყოველ სამთვეში ლაბორატორიაში მიგვაქვს. იქ მას გადაამუშავებენ. ყიდველები პირდაპირ ჩვენს სახლებში მოდიან. კოკაინის ათასობით მწარმოებლის მსგავსად, ამ ფერმერსაც შეეხო ნარკოტიკებთან ბრძოლის ორგანიზაციის დახმარებით მართული სამუშაოები. 30 წლის განმავლობაში კოკაინის ველებს, აგენტ ნარინჯისფერს, კომპანია მონსანტოს გლიფოსატს და ათასობით ლიტრ სხვა ჰერბიციდს აბრქვევდნენ, რამაც მთელი რეგიონი გაანადგურა. $1994 წელს კაკეტაში ვიყავი. კოკას ბუჩქების მოსაყვანად შესანიშნავი ადგილია. მოსავლით ფული შოვნა შეგეძლო. მაგრამ როცა ჰერბიციდებით დამუშავება დაიწყეს, ყველაფერი განადგურდა. ხალხი დაავადდა, თითქმის დაბრმავდა. საქონელი, ხეები, ყველაფერი განადგურდა. იქ უკვე ვეღარაფერს კარგავდი. მიწა აღარ ვარგოდა. როცა შეწამლა დაასრულეს, აქ, ნარინიონში გადმოვსახლდი და ყავის მაგივრად კოკას ბუჩქების მოყვანა დავიწყე. 3 ჰექტარი მიწიდან ეს ფერმერი 70 კილო კოკაინის პასტას იღებს. ამით 10-ჯერ მეტ ფულს შეულობს, ვიდრე ყავის მოყვანით იშოვიდა. ტრანსფორმირებული პასტა მეორე მხარეს მიდის. მას მექსიკაში, შტატებში და სხვა ქვეყნებში გზავნიან. სადაც ის ძვირად ფასობს. აქ 1 კილო კოკაინს ფასი თითქმის არ აქვს. იქ კი ყველაფერი სხვანაირადაა. $1 კილო კოკაინის მიღებას 350 კილო კოკას ბოთოლი სჭირდება, რაც $400. როგორც კი დამუშავდება, ის საზღვარზე გადააქვთ და ყიდიან. 1 კილო კოკაინი ნიუ-იორკის ქუჩებში $120 ღირს, რაც მის საწყის ფასზე 300-ჯერ მეტია. როცა კოლუმბიაში მოსავლის მიღებას ხელს უშლიან, კოკას ფოთლის ფასი შეიძლება 3-ჯერ გაიზარდოს. ქუჩებში 1 გრამის ფასი $122 და 77 ცენტამდე იმატებს. მაგრამ ეს არ კმარა ნიუ-იორკელი მომხმარებლების მოსაშორებლად და ვაჭრობის შესაჩერებლად. კოლუმბიაში კოკაინი ჯერ კიდევ ბევრ შეიარაღებულ ჯგუფს აფინანსებს. ისინი დიდი კარტელების შორეული და სამხედრო ხროვის პირდაპირ შთამომავლები არიან. ან კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების შთამომავლები, რომელმაც 2016-ში ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება უარყო. ნარკოტიკებთან 30 თუ 40 წლიანი ბრძოლის შემდეგ, კოლუმბიაში ახლა კიდევ უფრო მეტ კოკაინს ვაწარმოებთ. მაგრამ ამას მაინც წარმატებად ვთვლით, რადგან კრიმინალური ორგანიზაციები ნაკლებ ტერიტორიას განაგებენ. პროგრესი აშკარაა. მაგრამ ჯერ კიდევ რთულ მდგომარეობაში ვართ. გვეშინია, რომ კოკაინის ამხელა კულტურას კიდევ ერთხელ მოჰყვება მოვლენები, რომელთა გაკონტროლებასაც ვერ შევძლებთ. დიახ, მეშინია, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყება. სანამ ნარკოტიკი მოიპოვება, მის დაუფლებას მუდამ ეცდებიან კრიმინალური ან მეამბოხეთა ორგანიზაციები. ავღანეთში ამერიკამ ეს საშიშროება სათანადოდ ვერ შეაფასა. 2001 წელს თალიბანის დამხობის შემდეგ ვაშინგტონმა პრობლემა გადაჭრილად ჩათვალა. რამდენიმე წელიწადში მას აჯანყებული არმიის ძლიერი ძალა დაუპირისპირდა. თალიბანმა ნარკოტიკიდან მიღებული ფული ათასობით მებრძოლის სასაყვანად გამოიყენა. 2004 წელს ვაშინგტონის გავლენით პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ ოპიუმს ომი გამოუცხადა.
მაგრამ ავღანეთის პრეზიდენტი საკუთარ ბანაკს ებრძოდა. მისი ავტორიტეტი მთავარსარდლებისა და ყოფილი მოჯაჰიდების სუსტ კოალიციას ემყარებოდა, რომლებიც ნარკოტიკიდან მიღებულ ფულს საკუთარი მამულების სამართავად იყენებდნენ. რა თქმა უნდა, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, როგორც ოპოზიციური ძალების, ასევე ავღანეთის მთავრობის ბევრი წევრია ჩართული. ეს საიდუმლო არ არის და ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ამის მამაღლა თქმა არ შეიძლება, რადგან ისინი ჩვენი პოლიტიკური მოკავშირეები არიან. 2005 წელს ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის სარდაფში 9 ტონა ოპიუმი აღმოაჩინეს. პრეზიდენტ ჰამიდ ქარზაის მისი გადაყენება მოუწია. შემოსავლის გარეშე დარჩენილმა გუბერნატორის სამხედრო ძალებმა მხარე შეიცვალეს. მისი 3000 კაცი თალიბანს შეუერთდა და ძალთა ბალანსიც დაირღვა. ჰელმანდის პროვინცია თალიბანის ხელში აღმოჩნდა და ქვეყანაში ჰეროინის წარმოების მთავარ ზონად იქცა. თალიბანის მთავარი შემოსავლის წყაროს გასანადგურებლად ამერიკამ შეიარაღება გააძლიერა. თალიბანის ჰეროინის ლაბორატორიებს ამერიკული ბომბდამშენებით, B-52-ით და გამანადგურებელი თვითმფრინავებით F-22-ით შეუტიეს. F-22-ის ფასი $400 მილიონი. ჰეროინის ლაბორატორია კი შეიძლება საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ტალახის აგურის ქოხია, თუნუქის სახურავით და იაფი ელექტროგამათბობლებით. დაახლოებით $50 აღჭურვილობით. ამერიკა თავის საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობას და მიზანში ამოღებისა და კვლევის შესაძლებლობებს დრონებსა და სატელიტურ ფოტოებს იყენებს. პლანეტაზე ყველაზე დიდი ბომბდამშენის B-52-ის ამ თუნუქის სახურავიან ქოხებზე თავდასასხმელად გამოყენება, ჩემი აზრით, ძალის ერთგვარი დემონსტრაციაა. ნარკოტიკის განადგურების მცდელობებს ერთხელაც არ გაუკოტრებია ან დაუსუსტებია მოწინააღმდეგეები ისე, რომ მათი დამარცხება გაადვილებულიყო. ხალხს შეა. ადამიანებს საჭმელი არ აქვთ. ამიტომ პროტესტს გამოთქვამენ და მხარეებს იცვლიან. ავღანეთისა და კოლუმბიის მსგავსად, სხვაგანაც აჯანყებული ჯგუფები შოულობენ დიდ ფულს და ხალხი მათ მხარეს გადადის. ნარკომოვაჭრეებისა და შეიარაღებული ძალების ან მეამბოხეების კავშირის ისტორიაში ქვეყანა მაშინ იმარჯვებს, როცა ის ნარკოტიკთან ბრძოლას წყვეტს. 50-წლიანი ომის შემდეგ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ახლა ნარკოდამოკიდებულების ყველაზე დიდი მაჩვენებელია. სოფლებში ორი ოჯახიდან ერთს მაინც ეხება ჰეროინზე დამოკიდებულების პრობლემა. ქვეყანა კი შენებას განაგრძობს. მექსიკაში ნარკოტრაფიკინგის დაწყებიდან საუკუნის შემდეგ საზოგადოება ნარკოსის აღზევებას ზეიმობს. მცირე ფერმერებმა, რომელთაც ბოლო საუკუნეში სინალოას მთებში ყაყაჩო მოჰყავდათ, წარმოქმნეს ნარკომოვაჭრეები, რომლებსაც სისტემაში ყველანაირი ბზარის გაქრობა შეუძლიათ. სუსტების შურისძიების სიმბოლო, სინალოას კარტელის ლიდერი ელ ჩაპო გუსმანი პოლიციას 15 წელი ემალებოდა და $1 მილიარდი ოდენობის ქონების დაგროვება შეძლო. პოლიცია მას ჯერ კიდევ ეძებს. ორგანიზაციებს, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ, საუკეთესო იურისტების, საინვესტიციო ბროკერებისა და ბუღალტრების დაქირავება შეუძლიათ. თავდაცვის ძალები და სამართალდამცავი ორგანოები მათ იურისტების და ბუღალტრების საკითხში საგრძნობლად ჩამოუვარდებიან. სინალოას კარტელის $100 მილიონი მსოფლიოს უდიდეს ბანკებში ინახება. ბანკებში ყველაფერი ლეგალურად მოგვარდა. სამართალდარღვევის ფაქტები არ ყოფილა.
იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, ეს სისტემა არასტაბილურია და მას ბინძური ფული მართავსო, ამას არ ვეხებით და ვამბობთ, რომ უკეთესის არარსებობის გამო არაფერს ვცვლით და რაღაცეებზე თვალის დახუჭვაზეც არ ვამბობთ უარს. სისტემისთვის ნარკოტრაფიკინგის გაგრძელება ყოველთვის სარფიანი, შემოსავლიანია და ეს დიდი ბანკების დონეზეც ჩანს. იურიდიული განყოფილება წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ფულს იღებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ თაღლითობა, წესების გვერდის ავლა და პროფესიული პასუხისმგებლობა შეაფასეს. 2015 წელს ელ ჩაპო ერთი მსახიობით მოიხიბლა და მასთან კონტაქტის მცდელობისას დააპატიმრეს. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნარკობარონი დილეტანტური შეცდომის გამო დაემხო. შეერთებულ შტატებში ექსტრადირებულმა და სამუდამოდ ციხეში გამომწყდებულმა ელ ჩაპომ თავის უკან ნარკოტრაფიკინგის ნისლი და ერთი კაცის მიერ მართული იერარქიული კარტელის მითი დატოვა. ახლანდელი კრიმინალური სამყარო იმათ ხელში აღარ არის, ვისი სახელებიც მედიის საშუალებით გვესმის. შეიძლება ის რაც სინალუას კარტელისგან დარჩა მექსიკის ყველაზე დიდი ნოსტალგიაა. ნოსტალგია კრიმინალური ორგანიზაციისა, რომელიც პროგნოზირებად ძალადობას იყენებდა. დღეს მექსიკაში ყველგან და ყოველთვის ძალადობას უფევს. გუშინდელი კარტელები და იყო ნაწილებად, რომლებიც დღემდე ქვეყნის ტერიტორიაზე არიან მიმოფანტული. უამრავი პატარა ჯგუფი განუწყვეტლივ იქმნება, ეცემა, ქრება და ხელახლად ჩნდება. მექსიკის სამკაული წყნარი ოკეანის სანაპიროზე, აკაპულკო, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქია. რეგიონში 30-მდე კრიმინალური ორგანიზაცია მოქმედებს. მექსიკაში პატარა ჯგუფები დიდი პრობლემაა. ისინი ძალიან პატარები და ბევრნი არიან. თან საკანონმდებლო ორგანოების თვალში სუსტი და არაკომპეტენტურები ჩანან, რაც ძალადობის დიდ მაჩვენებელს ნიშნავს. მე ის ვარ, ვისაც გვამები საავადმყოფოებიდან, კორონერების ოთახებიდან და სახლებიდან გამოაქვს. მე ის ვარ, ვინც ხალხის დარდს იზიარებს და მათ თანადგომას სთავაზობს. ერთი საფლავიდან 8-9 გვამი ამომიღია. როცა გვამი დანაწევრებულია, ყველა ნაწილს სათითაოდ ვაგროვებთ და ვაერთებთ, რომ ოჯახის წევრებს მათი ნახვა შეეძლოთ. მერე ოჯახებს ყველაფერს ვუხსნით. ძალიან ხშირად გვამი ისეთ მდგომარეობაში გვხვდება, რომ გამზადების შემდეგ მისი დახურულ კუბოში ჩასვენება გვიწევს. რადგან საშინელი სანახავია. მექსიკაში ხალხი ერთი მეორის მიყოლებით იხოცება და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ ყველაფერს შეაჩერებს.
ყოველდღე ვიგებთ დამალული საფლავის აღმოჩენის და ახალი კრიმინალური ორგანიზაციის გამოჩენის შესახებ. ბოლო 10 წელიწადში მექსიკაში 40,000 ადამიანზე მეტი გაუჩინარდა და მოკვდა კრიმინალური ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ბრმად უტევენ, კლამენ ან გამოსასყიდის მოთხოვნით იტაცებენ ხშირ შემთხვევაში სრულიად უდანაშაულო ხალხს. ჩემს უფროსძმას, ტომას ვეძებ. ის 2012 წლის 5 ივლისს გაიტაცეს გერეროს შტატიდან. მარიო ვერგარა დაუღალავად ეძებს თავისი ძმის ცხედარს. სხვა მგლოვიარე ოჯახების დახმარებით მან ბოლო 5 წელიწადში უკვე 400 გვამი ამოთხარა აქ, აკაპულკოდან მხოლოდ 1 საათის სავალზე. ამ ადგილზე იგუალას ტბასთან 21 გვამი ვიპოვეთ. ყველას ემჩნეოდა წამების ნიშნები. ხელები შეკრული ჰქონდათ და თვალები ახვეული. ისინი შვილებს გვართმევენ და მკვლელებად აქცევენ. ფერმერი თუ ხარ, სიმინს გათხრევინებენ და მის ნაცვლად ოპიუმის ყაყაჩოს გარგვევინებენ. შეუძლიათ ქმარი წაგართვან. თქვენ კი მთელ ცხოვრებას მის ძებნაში გაატარებთ. რადგან ის ან კრიმინალურ საქმეებში იქნება გახვეული, ან უკვე მოკლული და საიდუმლო საფლავში ჩაწვენილი. მთები ულამაზესია. გამოუგნებელი პეიზაჟია. მაგრამ ის ხალხის ჩადენილ საშინელებებს მალავს. თავის ქალა. ვიღაცის თავის ქალა. როგორც ჩანს, ტყვია აქედან შევიდა. როგორც მითხრეს, ეს კაცი აქ მოიყვანეს. ესროლეს და პირდაპირ სახით ჩავარდა. ჩვენ ამ ქვეყნის სიმართლეს ვთხრით. ხელისუფლებას ვეუბნებით. დიახ, მექსიკაში ხალხი იკარგება. დიახ, მექსიკაში საიდუმლო საფლავებია. თქვენ საქმეს კი თქვენ მაგივრად ჩვენ ვაკეთებთ. ამ ყველაფერში კარგი მხოლოდ ის არის, რომ მექსიკელი ხალხი სულ უფრო და უფრო ორგანიზებული ხდება. ჩამოყალიბდა ქალთა ბევრი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან ქვეყანას, რომელსაც სამართლიანობის აღდგენის უნარი არ აქვს. პოლიცია ვალდებულია ყველა ასეთ საფლავზე მივიდეს. დღეისთვის აქ 27,000 დაუდგენელი გვამია. სადღაც ჩინეთში ნარკოტრაფიკინგის ისტორიის ახალი თავი იწერება. წრეს საწყის წერტილს უბრუნდება. კრიმინალურმა ორგანიზაციებმა ფარმაცევტული ინდუსტრიის კიდევ ერთი საიდუმლო მოიპარეს. ქიმიური ცდების შედეგად მათ ოპიუმის შორეული ბიძაშვილის, ფენტანილის სინთეზირება მოახერხეს. 1950-იანი წლებიდან ფენტანილი სამედიცინო გამოყენებისთვის იწარმოება. მასში ყაყაჩოს ფხვნილის ნატამალიც კი არ არის. ეს ნარკოტიკი 100%-ით ხელოვნურია. პორტები, რომლებშიც მე-19 საუკუნეში პირველად შემოვიდა ოპიუმი, დღეს უძლიერესი ნარკოტიკის უჩინარი გემების გასვლის წერტილებია.
ფენტანილი ჰეროინზე 100-ჯერ უფრო ძლიერ მოქმედია. ამერიკის ნარკობაზრის 1 წლით მომარაგებას კოკაინით სავსე რამდენიმე სატვირთო მანქანა სჭირდება. ხოლო ერთი მსუბუქი მანქანაც კი საკმარისი იქნება ფენტანილით ამერიკის ბაზრის მოსამარაგებლად. შეგიძლია აგროკულტურა საერთოდ დაივიწყო. ავღანეთში, მექსიკაში ან კოლუმბიაში გლეხები აღარ დაგჭირდება ყაყაჩოს მოსაყვანად. არც არმიები და ნარკობარონები გჭირდება ოპიუმის წასაღებად. ჩინეთში ქიმიურ ნივთიერებებს თუ აწარმოებ, მექსიკაში გაგზავნი და შემდეგ ფენტალინის მსგავს ნარკოტიკს შექმნი. ასე მთელი ოპერაცია მარტივდება. თან ამ ყველაფრის გაკეთება ყველგან შეგიძლია. თანამედროვე ხელოვნურ ნარკოტიკს მართლა შეუძლია არალეგალური ნარკობაზრის მთლიანად შეცვლა და პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და გეოპოლიტიკის მისთვის მორგება. ფენტანილი შედის ქვეყანაში, რომელიც მის ისტორიაში ყველაზე დიდ ნარკოდამოკიდებულების ეპიდემიას ებრძვის. შეერთებულ შტატებში ფარმაცევტული ლობის მიერ ხელშეწყობილმა უამრავმა ტკივილგამაყუჩებელმა 100,000 პაციენტი წამალზე დამოკიდებული გახადა. როდესაც მკურნალობა წყდება და კარგად ყოფნის ილუზია იმსხვრევა, ისინი არალეგალურ ბაზრებს მიმართავენ. საშუალო ფენიდან ყოველდღიურად ბევრი ადამიანი უერთდება ჰეროინზე დამოკიდებულთა ურდოს და ფენტანილის მსხვერპლი ხდება. ის უფრო იაფი და ბევრად ძლიერია. ამერიკაში ფენტანილი ყოველწლიურად 30,000 კაცს კლავს. ის მახეა ადამიანებისთვის, რომლებიც ტკივილისგან დასაღწევ თავშესაფარს ეძებენ. ამაში ფატალური არაფერია. სანამ ომის სამიზნე ნარკოტრაფიკინგი იქნება და არა მისი გამოყენების მიზეზები, ჩვენ მუდმივად ცვალებად მაფიურ სამყაროში ვიცხოვრებთ. ნარკოსამყარო ჩვენმა სოციალურმა გადაწყვეტილებებმა და ეკონომიკურმა სისტემამ შექმნა. ერთადერთი ხსნა ამის შეცვლაა.